მარტოშ მოპოზიციამ კი არ დაიწყო ორი კვირის წინ არჩევნებზე ლაპარაკი, გუშინ უკვე ხიხოს პროპაგანდონი ჭხარკავაც გამოგორდა. ცოტა ხნის წინ ხო ცოტნე დაგვანახეს, რომელიც ვითომ გმობდა ძალადობას დღეს, დინარაძემაც კი დაგმო. ეს იმას ნიშნავს, რომ ემზადება არჩევნებისთვის და ვადამდელ არჩევნებისთვის ოცნება. ემზადება იმიტომ, რომ ამერიკა აჭერს. ახლა განვიხილოთ, როგორ აჭერს ამერიკა, ისე აჭერს, როგორც ჩვენ გვინდა, თუ შეიძლება ისე დააჭიროს, როგორც ორბანს დაუჭირეს მხარი. რუბიოს რამოდენიმე დღის წინ, არა დღის წინ, არა 10 დღის წინ, უფრო მეტის წინ, აქვს ნათქვამი კუბაზე. რომ არანაირი ინვესტიციები და არანაირი კეთილდღეობა და არანაირი შენება და არანაირი არაფერი ამ ქვეყანაში არ იქნება და არ დაიწყება მანამდე, სანამ მთლიანად არ გამოიცვლება სისტემა და სისტემა არ გახდება კორუფციასთან მებრძოლი და სასამართლო სისტემა არ გახდება თავისუფალი. ამის გარეშე ინვესტიციები შეუძლებელია ქვეყანაში. იგივე ეხება საერთოდ ყველა ქვეყანას, სადაც ამერიკა აპირებს ინვესტიციებს და იგივე ეხება საქართველოს. ამერიკა საქართველოში ნამდვილად აპირებს დიდ ინვესტიციას, ეს არის ანაკლიის სპორტი. ანაკლიის სპორტი ვერ აშენდება იმის გარეშე, რომ საქართველო იყოს კორუფციასთან სასტიკად მებრძოლი და კონდეს თავისუფალი სასამართლო სისტემა. პირველიც და მეორეც შეუძლებელია ხიხოს პირობებში. ეს ჩვენ ვიცით. მაგრამ იმ შმოპოზიციის პირობებშიც შეუძლებელია, რომელიც დღეს ალიანსს წარმოადგენს და რომელიც ვითომ ანტირუსია. ვითომ ანტირუსი. ბევრს უყვირს, რატომ ყავს ამ ალიანსს თავისთან გაერთიანებული ესეთი სრულიად საშინელი და დორბლიანი წყვილი, როგორც არის ჩერგოლეშვილი და ბოკერია. სავარაუდოდ იმისთვის ჭირდებათ ესენი, რომ ჩერგოლეშვილს და ბოკერიას აქვს ოპოზიციიდან ყველაზე მჭიდრო კავშირი ამერიკასთან. სამწუხაროდ NM-ზე უკეთესი კავშირი ამათ აქვთ ამერიკასთან. როდესაც ამერიკას ელაპარაკება ხიხო, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამერიკას ელაპარაკება რუსეთი ხიხოს პირით. როდესაც ამერიკას ელაპარაკება ბოკერია, ჩვენ უნდა გვესმოდეს იგივე ამერიკას ელაპარაკება რუსეთი ბოკერიას პირით. და ესენი ჩემი ძალიან დიდი ვარაუდით ელაპარაკებიან ტრამპის ადმინისტრაციის იმ ნაწილს, რომელმაც მხარი დაუჭირა ორბანს, რომელიც თვლის, რომ პუტინი კარგი ქრისტიანია, ოჯახური ღირებულებების დამცავია, კარგი ანტიგეია, ტრადიციონალისტია, კონსერვატორია, ამიტომ პუტინი სუნდა პატივისცეც. აი, ჩემი აზრით, ჩერგოლეიშვილი და ბოკერია ელაპარაკება რესპუბლიკური პარტიის ზუსტად აი ამ ნაწილს. დანარჩენ ოპოზიციას, ვინც ამათ უერთდება იმის ხათრით, რომ ესენი ამერიკას ელაპარაკებიან, ეს ესმის თუ არა, სავარაუდოდ არა, ძალიან დიდი ალბათობით და თითქმის დარწმუნებით ვფიქრობ და ვამბობ, რომ კი ესმის. მაშინ რატომ? იმიტომ, რომ ასეც უღირთ. ბოკერია ეუბნება, რომ მე დავალაგებ ოპოზიციის ალიანსისთვის საქმეებს ამერიკასთან.
მე ვილაპარაკება ამერიკასთან იმაზე, რომ ხიხო ვაიძულოთ, რომ ჩაატაროს არჩევნები. ამ არჩევნებში ჩვენ ვაიძულებთ ხიხოს, რომ მივიღოთ წესიერი რაოდენობის ხმა, შევიდეთ პარლამენტში და გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა მასთან ერთად და მთავარი პირობა ჩემგან ოღონდ იქნება ის, რომ ჩვენ მიშა უნდა მოვაქციოთ იზოლაციაში და უნდა დავტოვოთ იზოლაციაში. თუ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში და კონკრეტულად ანაკლიის პორტთან მიმართებაში ტრამპის ადმინისტრაციის ის ნაწილი იმარჯვებს და ის ნაწილი გადაწონის, რომელსაც რუბიო წარმოადგენს და რომელიც თვლის, რომ შეუძლებელია საქართველოში რამე აშენდეს რეალური დემოკრატიის გარეშე, იმის გარეშე, რომ აუცილებლად ყველა პატიმარი და მთავარი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი რო გარეთ უნდა იყოს, რომ არანაირი არჩევნები მიხეილ სააკაშვილის გარეშე არ ჩაითვლება დემოკრატიულად და კონკურენტიანად და აი ასეთ ჭაობურ სიტუაციაში, რომ არ უნდა ჩადოს ამერიკამ ანაკლიის აშენებაში თანხა, აი ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაწილი თუ გადაწონის, მაშინ ზეწოლა გაგრძელდება ხიხოზე ისე, რომ აიძულებენ, რომ ჯერ მიშა გამოვიდეს და მერე ჩატარდეს არჩევნები. თუ გადაწონის ის ნაწილი, რომელიც ორბანს უჭერდა მხარს და რომელსაც ელაპარაკება რუსეთი ბოკერია სპირით და ეს აუცილებლად კორუმპირებული ნაწილია, აუცილებლად წყალი არ გაუვა 100%-იანი კორუმპირებული ნაწილია. ესენი ჩათვლიან, რომ არაუშავს სპორტის აშენება იქაც შეიძლება, სადაც რუსეთია, სადაც ჩინეთია, სადაც ირანია, მერე რა. სამაგიეროდ აი ტაბურეტკებით დასდევენ გეებს და ტრადიციონალისტები არიან და რაღაც აი ამ დებილობას მიაწვევიან, რომ ხიხო ტრადიციონალისტია და რომ ეს რაღაცა და რომ შეიძლება მასთან თანამშრომლობა, რადგან ტრადიციონალისტია, ნამდვილი ქრისტიანია და ბლა. აი ამ ფარისევლობას და კორუფციაზე დაშენებულ ვითომ პოლიტიკას შემოგვთავაზებენ და ამ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება მიშას გარეშე. მიშა იქნება ციხეში და ისე ჩაგვიტარებენ ვითომ არჩევნებს, ეს არჩევნები არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის. და აი ეს რაღაცნაირი ოპოზიცია შევა პარლამენტში და მოკლედ გაგრძელდება თითქმის იგივე, რაც არის საკოცეთი, იმიტომ რომ ესენი არაფერს არ გააკეთებენ სწორს, საერთოდ არაფერს. და ამ მომენტში უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული ამას რამდენად შევარჩენთ იმ შმოპოზიციას, რამდენად დავუდასტურებთ დანარჩენ გარე სამყაროს, რომ კი ახლა უკვე ოპოზიცია, ახლა არ არის დიქტატურა, ახლა რაღაცა თავისუფლება არსებობს ქვეყანაში, ახლა უკვე შეგვიძლია ასე ცხოვრება, პოლიტიკური კრიზისი არ არის, რეპრესიები არ არის, ზეწოლები არ არის და ოკეი, დემოკრატია დადგა და გავაგრძელოთ ასე ცხოვრება. ამას გადავყლაპავთ თუ არა, ეს იქნება უკვე ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ თუ არ მოვიქცევით ისე, რომ ამერიკამ დაინახოს, რომ ეს ტყუილია და ეს არ არის არანაირი დემოკრატია და არ გააგრძელოს უკვე ხიხოსთან ერთად იმ შმოპოზიციაზეც ზეწოლა იმისთვის, რომ მიშა გამოვიდეს, მაშინ ასე დებილურ გაუგებრობაში ვიქნებით კიდე დიდი ხანი. მაგრამ მე, რა თქმა უნდა, უფრო ძალიან მინდა და უფრო ძალიან მჯერა და უფრო ძალიან ყველანაირად ვიხრები და ვლოცულობ იქითკენ და იმისკენ, რომ გაიმარჯოს იმ საღნაწილმა, რომელიც აცხადებს, რომ თავისუფალი
დემოკრატიული გარემოს გარეშე და თავისუფალი სასამართლოს გარეშე და კორუფციასთან ძალიან სასტიკი ბრძოლის გარეშე რო ანაკლია არ შეიძლება რო აშენდეს, ამიტომ აუცილებელია რომ ჯერ გათავისუფლდეს მიშა და მერე მოხდეს არჩევნები. აი აქითკენ ვლოცულობ მე. და გავაგრძელოთ დაკვირვება იმაზე, თუ რომელ ნაწილს გაუვა თუ არა რუსეთს ბოკერიას პირით და ბოკერიას ხელების ფათურით პოლიტიკაში მიშას ტყვეობის კიდე გაგრძელება. დანარჩენი ნაძირალაშმო პოზიცია რომ ამას ვითომ ვერ ხვდება თუ რაღაც, ვითომ ვერ ხვდების მე არასდროს არ მჯერა კორუფცია ამაშიც აუცილებლად და ხიხოს ნაყიდები არიან და ვინც გადაიბირა თავისკენ ბოკერიამ ის აუცილებლად კორუფციის ნაწილია. აუცილებლად კორუფციის ნაწილია. ასეთი სიდებილის მე არ მჯერა. 14 წელი რო შეიძლება პოლიტიკოსი ასეთი დებილი იყოს, მე არ მჯერა. მხოლოდ კორუფციის ამბავია. სამწუხაროდ ამავე ჯგუფში არის გიორგი ლაბაძე, რომელიც ასევე ბოლო დროს თუ ადევნებთ მის კარიერულ წინსვლებს დარიო რადიოზე და იმაზე რომ გააქტიურდა ამერიკასთან რაღაც კავშირებში ჩემი აზრით ეს იგივე კავშირებია რაც აქვს ბოკერიას. ძალიან სამწუხაროა რომ ეს ადამიანი ორჯერ მყავდა არხზე სტუმრად. იმ მომენტში არ იყო ჯერ ასეთი გაქაჩული ამერიკულ კავშირებში და არ ეტყობოდა ამდენად ჩათლახობა, ახლა უკვე აშკარად ეტყობა. და ნუ მოკლედ დავაკვირდეთ ამას ყველაფერს. გამოუვა თუ არა ხიხოს ეს ტრიუკი, გამოუვა თუ არა რუსეთს უკვე ერთი მხრიდან ხიხოს ხელებით და პირით და მეორე მხრიდან ბოკერიას ხელებით და პირით და მთელი შმოპოზიციის ხელებით და პირით გამოუვა თუ არა რუსეთს მორიგი ტრიუკი. ახლა ხანს ვიღაცა ვითომ ჯაშუში რო დაიჭირეს. ბოლომდე ვერ გავარკვიეთ რისი ჯაშუში იყო და ვის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. რაღაცა ის ცირკივით დადგმული სცენა იყო ამ ადამიანის დაჭერა თან ერთი რო დაიჭირეს. ეს იმისთვის არის ყველაფერი და ვიღაცების კორუფციაზე ვითომ დაჭერა, ყველაფერი იმისთვის არის რომ ბიძინამ ამერიკას მოაჩვენოს თავი. და უნდა მოაჩვენოს თავი, იმიტომ რომ ამერიკა აწვება ძალიან. ასევე დაინიცირდა კანონი არა, მაგრამ რეზოლუცია იმაზე, რომ სანამ უფრო და უფრო გააქტიურდება ამერიკა ანაკლიაში, ჯერ გამოიკვლიოს საქართველოს კიდევ ერთხელ, ოღონდ უკვე ბევრჯერ გამოკვლეულია, რომ კიდევ ერთხელ გამოიკვლიოს საქართველოს კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან და გაიზომოს ტემპერატურა, რამდენად მართლა რჩება საქართველოს ამერიკის მიმართ საერთოდ ერთგული, არის თუ არა ჯერ კიდევ პარტნიორი და თუ არის და თუ დაბალ დონეზეა, რა თქმა უნდა არ არის არანაირ დაბალ დონეზე. რუსთავი ორი რო დასცინო და ჯო ვილსონს რო ვითომ თითქოს თქვა რომ ანაკლიიდან საქართველოს ირანს ამარაგებსო და რანაირად ამარაგებსო, როცა ანაკლია ჯერ საერთოდ აშენებული ამარაგებსო არ უთქვამს, მოამარაგებსო თქვა მომავალში. ხო და ითხოვს რომ ჯერ ჩატარდეს კვლევა რამდენად ვართ ჩვენ რუსეთით და ირანით და ჩინეთით ინფილტრირებული სანამ დაიწყება ანაკლიის მშენებლობა. აი ეს მორიგი გამოკვლევა აჩვენებს ამერიკას იმას, რომ
და იმედია იქ ოპოზიციასაც გამოიკვლევენ, რომ ხიხოსხელში შეუძლებელია ანაკლის შენება, იმიტომ რომ უმაღლეს დონეზეა კორუფცია, იმიტომ რომ არ არის სასამართლო თავისუფალი და როდესაც ჩვენ სადღაც დებ ფულს, იმ ფულს რაღაცა რომ მოუვიდეს, უნდა არსებობდეს სასამართლო, რომელშიც ჩვენ ამას გაასამართლებ. და როდესაც ასეთი სასამართლო არ არსებობს იმ ქვეყანაში, იქ შენ ვერ გარისკავ და ვერაფერს ვერ ჩადებ. გადააგდო უკვე რამოდენიმეჯერ ამერიკული ბიზნესები ხიხომ და ამის გამოცდილება ტრამპის ადმინისტრაციას აქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ და ვიტოვებ იმის იმედს და მოლოდინს, რომ გადაღუნავს გადაწონის ის ნაწილი, რომელიც შეუძლებლად თვლის კორუფციაში რაიმეს შენებას. და რომელსაც ესმის, რომ ამ კორუფციის მომსპობი რეალური ძალა, ასევე ძალა, რომელსაც აქვს ხალხში რეალური რეიტინგი და რეალური ამომრჩეველი, არის ერთადერთი მიხეილ სააკაშვილი. დავაკვირდეთ მოვლენებს. ამ შემთხვევაში მე სამწუხაროდ არ მაქვს კავშირები ამერიკასთან. პოლიტიკური კავშირები. აი ესე რაღაცა ფიზიკურად რაღაცა რომ ვიმოქმედო და ვიღაცას რაღაცაზე ველაპარაკო და რაღაცაები ვლობირო. ამის ფიზიკური საშუალება არ მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან ბევრი რაღაცა ისე განვითარებულა, როგორც მე მდომებია. დავიტოვოთ იმედი, მადლობა ვუთხრათ ღმერთს და ვიმედოვნოთ, რომ ღმერთი ამ შემთხვევაშიც დაგვეხმარება. ერთადერთი ეს შემიძლია მხოლოდ ვილოცო, რადგან არ მაქვს ფიზიკური საშუალება, რომ რამე ვაკეთო. ჯერჯერობით. საქართველოს ჯერ ანაკლი აუცილებლად აშენდება თავისუფალ საქართველოში და თავისუფალი საქართველო იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მომენტიდან, როგორც კი მიშა გამოვა ციხიდან და მიეცემა საშუალება დაუბრუნდეს პოლიტიკას. ამის გარეშე ყველაფერი ტყუილია. არანაირი დემოკრატია, არანაირი თავისუფლება, არანაირი წინსვლა, არანაირი არაფერი. ამიტომ, რადგან საქართველო იქნება თავისუფალი, მიშა უნდა იყოს გარეთ, ერთი მეორის გარეშე გამორიცხულია. რადგან ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს, მიშა უნდა გამოვიდეს გარეთ. მე პირადად ბოიკოტს ვუცხადებ ყველანაირ არჩევნებს, რომელიც მიშას გარეშე ჩატარდება. მოგიწოდებთ ასევე თქვენ, რომ თუ დაგვინიშნეს ისეთი არჩევნები, სადაც მიშა არ იქნება სიაში და ამ დროს მიშა არ იქნება გარეთ და თუ ეს არჩევნები ჩატარდება ისე, რომ მიშას არ ექნება საშუალება, რომ წინა საარჩევნო ღონისძიებები ჩაატაროს, გამოუცხადოთ ასეთ არჩევნებს ბოიკოტი. ღიად გამოვუცხადოთ და ვინ საქართველოს თვალყურს ადევნებს, იმ ქვეყნებს დავანახოთ, რომ ვართ ჩვენ. ვინც არ აღიარებს არაფერს იმის გარეშე, რომ მიშა იყოს გარეთ. საქართველო იქნება დეოკუპირებული, უკრაინა იქნება დეოკუპირებული, რუსეთი აღარ იქნება შავ ზღვაზე. ნიკოფსიას ხო ხედავთ, როგორ ლამაზია და როგორ თავისუფლდება რუსისგან. ნიკოფსიას გაუმარჯოს. ჩვენ გაგვიმარჯოს. მიშას თავისუფლებას გაუმარჯოს.